BBC-ს საგამოძიებო ფილმზე კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. Просто ჩვენ ნახეთ კონკრეტული გამოძიება, რომელსაც აქვს მაღალი, ასე ვთქვათ, სანდოობა, სადაც გამოჩნდა, რომ ადამიანებს შეიძლება ითქვას, რომ მოსაკლავად იმეტებდნენ მაღალი ალბათობით და ამაზე ისედაც არსებობდა გონივრული ეჭვები. Რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ესეთი პოზიცია, რომ ეს საკითხი სერიოზულად იყოს განხილული ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ და მომავალში შეიძლება ეს პოტენციურად დაედოს მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეებსაც და მათ შორის შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სანქციების ახალი ტალღის საფუძველიც, ამიტომაც ეს ქმედება, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის არც ერთი პარტნიორის მიერ. რაც არ უნდა კითხვის ნიშნები გაჩნდეს BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორც მინიმუმ საფუძველი საერთაშორისო გამოძიების დაწყების და ჩატარების არის. და სხვა დანარჩენი ხა ძალიან რთული სათქმელია, რა თქმა უნდა, ეს შეიცავს ძალიან ბევრ დეტალს, მათ შორის კამეთთან დაკავშირებით ხა ჩვენ აქ ვერ ვისაუბრებთ ამაზე. ხა საქართველოში რო ვერ ჩატარდება ეს გამოძიება და თავის თავს რო ვერ გამოეძიებენ, ეს გასაგებია. როდესაც საუბარი არის ასეთი ტიპის დანაშაულზე, რეალურად, როდესაც აკრძალული ქიმიური საშუალება იქნა გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად, ეს არის საერთაშორისო სკანდალი. ერთი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოიშალა ქართული ოცნების პროპაგანდა. დილით დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს არის წარმოუდგენელი და აბსურდული რამ, რომ BBC არის თურმე fake news-ი, ავრცელებს სრულ ინფორმაციას, რომ მას არ აქვს თითქოს არანაირი სანდოობა. მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ კოლ-ცენტრების საქმესთან გაკეთებული რეპორტაჟი დიდი ზარზეიმით და აჟიოტაჟით აიტაცა ქართული ოცნების პროპაგანდამ. მე მგონი თავარი ამბავი აქ გომელა რო ეს აღიარებაა, რომ ეს ნივთიერები მართლა არსებობდა და ვინაიდან ეს ნივთიერებები საშიშია და მათი ფლობაც კი კითხვებს აჩენს, მე მგონი ყველაზე კარგი რაც უნდა იყოს, თვითონ ინფორმაცია გავაჟღავნო რა როგორ, იმიტომ რომ თუ შინაგან საქმის სამინისტრო თვითონ შეისყიდა ეს და ამის დოკუმენტები არსებობს, მე მგონი ყველას აინტერესებს ეს ამბავი. ხო, დანარჩენი რა როგორ დაამტკიცებს ქართული ოცნება, რომ ეს ტყუილია, მე მგონი მათი საქმეა, ამიტომ ტყუილია თუ არა, უბრალოდ რო გაჩვენებს. ბოლოს და ბოლოს ინგლისის სასამართლოს ბევრ უფრო სანდოა, ვიდრე ქართული სასამართლო და დაველოდოთ ამ იურიდიულ ასე ვთქვათ პროცესებს. ამის ფონზე, როდესაც სულ სხვა იყო შემწყიდველი, სხვა იყო ამის გამომყენებელი და გამომცდელი, მოადგები ქართულ ოცნებას, რომელსაც არ შეუსყიდია, არც გამოუყენებია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამისი. უფრო მეტიც, ვის კვლევასაც ეფუძნებიან ეს ვიღაც ექიმად წოდებული აღნიშნული პიროვნება ამბობს, რომ მან მხოლოდ გამოკითხა დემონსტრანტები და ამ დემონსტრანტების აღქმებზე დაფუძნებით ამხელა რეპუტაციული და წესით კარგი მედია საშუალება აფუძნებს ბრალდებას, რომელიც არის უმძიმესი საქართველოსთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვუჩივლოთ BBC-ს და ეს საჩივარი იმედი გვაქვს, რომ ისეთივე სამართლიანად დასრულდება, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში, თუმცა დონალდ ტრამპი, როგორც ვიცით, მათ ზიანის ანაზღაურებაზეც უჩივის და საინტერესო პროცესები ელის BBC-ს, რომელიც როგორც ჩანს ხანდახან ფარული იარაღი, ან არაფარული იარაღი ხდება იმ არეულობების მოწყობის პროცესში. ჩვენ ვნახეთ გუშინ კლასიკური მაგალითი, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელოში შეიყვანო ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებისა საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ ერთის მხრივ კომპრომიტირებული მედია BBC-ს სახით, მეორეს მხრივ ჩართული ყავდათ ადგილობრივი ქართული თავისი ასე ვთქვათ აგენტები, რომლებიც პირდაპირ დალაგებული ნარატივით ალაპარაკდნენ, პარალელურად ნახეთ პეტიცია, განცხადება, NGO, პოლიტიკა, პარტიები ერთმანეთში არეული და რაც თავარია ვიხილეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ევროკომისიის პრეს-სპიკერი, რომელმაც უკვე მერამდენეთ გამოავლინა თავისი განსაკუთრებული ჭყალებში დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ამ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი, როგორც კი საქმეზე მიდგა, ყველამ გამოიჩინა ასე ვთქვათ სიმხდალი ამ მხრივ და დაიწყო გადათქმა თავისი კომენტარებისა და ჩვენებისა. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრსაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს, რომ აქვს, რომ ახლა დაიწყო უარყოფა, რომ მას თითქოს არ უთქვამს, რომ ეს არის ეს ასე შემდეგ და მოკლედ ყოველგვარი თავის მართლება. რაც რა თქმა უნდა
აი ეს არის საერთო ჯამში, როდესაც ადამიანებს ჩააგდებენ ასეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მე მიატოვებენ, როგორც ეგრე ბევრი მიუტოვებიათ, თავისთავად შემდეგ ცდილობენ რაღაც გამოსავლის პოვნას.